მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს, სოლიდარობა მზია ამაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს. დაზიანებული, დაბინძურებული და მცირე ნაგავშემკრებად ქცეული სანიაღვრე არხები ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში უკვე წლებია მოწესრიგებას ელოდება. გთავაზობთ სიუჟეტს. ახალციხის ქალაქ ვალეში მოსახლეობა ახალი სანიაღვრე არხების მოწყობას, ხოლო არსებულის დასუფთავებას და მოწესრიგებას ითხოვს. ვალის ცენტრალურ ქუჩაზე, რომლის სახელწოდება სტალინის ქუჩა, ჯერ კიდევ საბჭოური ტოპონიმიკის გადმონაშთია, სანიაღვრე არხები ნარჩენებით ამოვსებულია. გვერდებზე ხავსი აქვს მოკიდებული და წყალი არხიდან გზაზე მიედინება. არხები პარალელურად დროდადრო ითავსებს მცირე ნაგავშემკრების ფუნქციასაც. გარდა ფოთლების და ბალახებისა, აქ შევხვდებით სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებსაც. ძირითადად ეგ სანიაღვრე არხებიც არის შემორჩენილი რაღაცა ძველი სანიაღვრე არხები და არ ხდება მათი გაწმენდა, რაც დარჩენილია. არის არხები, რომელსაც წმინდავენ კიდევაც, წმენდენ კიდევაც, თუმცა ძირითადად არც გვაქვს დიდად სანიაღვრე არხები, რომ თქვათ ახლა როგორც ახალციხეში, ისე ვალეშიც სანიაღვრე არხები სად არის? მთელი ცენტრალურ გზაზე წყალი იმხელა მოედინება წვიმის დროს, რომ ლამის სახლებში შეუვარდეს ხალხს. ამიტომ ეგ ცალკე პრობლემა არის, რაც არის იმის გაწმენდა და რაც საერთოდ არ არის ხომ, ისიც ცალკე პრობლემა არის. აპირებს თუ არა მერია გაითვალისწინოს მოსახლეობის მოთხოვნები და სანიაღვრეები მოაწესრიგოს. დაუკავშირდით ახალციხის მერიას, მათგან ინფორმაციის მიღებას ველოდებით. ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის მიხედვით, AIP ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალარინებისთვის 900.000-მდე ლარია გათვალისწინებული. მუნიციპალიტეტის წლის მთავარი დოკუმენტის მიხედვით, AIP-ის სასმელი და სარწყავის სისტემის მოწესრიგებასთან ერთად სანიაღვრე არხების მოწყობა და რეაბილიტაციაც ევალება. და ბოლოს გავიხსენოთ ვაჟა გაჩეჩილაძის განცხადება იმის შესახებ, თუ როგორია წესი, ვისი პრობლემა და ვინ უნდა დაასუფთავოს სანიაღვრე არხები. ეს უკვე თავიანთი პრობლემაა, იმიტომ რომ რა ვიცი, ჩემს სახთან თუ სანიაღვრე არხი გადის და ის მემაწუხებს, ის უკვე ჩემი პრობლემაა რა და ყველგან მუნიციპალიტეტი ვერ იქნება. სოფელში ასე ხდება მოკლედ. მოსახლეობა თვითონ წმინდავს. ზაზა მარჯანიშვილი და ნალი ბენდი, მაია ბარათაშვილი და ჯაზ ტრიო, მარიკო ებრაელიძე, ანა უზნაძე, თემო საჯაია, ტრიო ბალადა. ეს მომღერლები იმღერებენ ახალციხის მუნიციპალიტეტში 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უცნობია რაოდენობის თანხას გადაუხდიან მომღერლებს. ამავე წყაროს ცნობით ღონისძიება 12 საათზე დაიწყება და დაგეგმილია. სამხედრო ტექნიკის გამოფენა, ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა გაყიდვა, კოსტუმირებული მსახიობების მსვლელობა დრამერებთან ერთად, სახატავის სივრცე, სახის მოხატვა, თიხის სუვენირების მოხატვა, სცენარის დარგვა, ყვავილების გვირგვინების გაკეთება, ხის პინების მოხატვა, საბავშვო გასართობი პროგრამა ზღაპრის გმირებთან და მასკოტებთან ერთად. ასევე დაგეგმილია ადგილობრივი შემსრულებლების საკონცერტო პროგრამა და მოწვეული მომღერლების კონცერტი. რა თანხა დაუჯდება მუნიციპალიტეტს ღონისძიების ჩატარებისთვის. ახალციხის მერიაში გვეუბნებიან, რომ მუნიციპალიტეტი თანხას არ იხდის, რადგან ის ცენტრალური ბიუჯეტიდან იფარება. სადაო ლეგიტიმაციის მთავრობის ადმინისტრაციაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვამდე.